შენში თუ არის ნერვოზი, შენში თუ არის უძილობა, შენში თუ არის განკითხვა, აი პროდუქტის სულისგან. ასევე ამდენს ვთქვია, რომ სახელმწიფო აკურთხება ეგ ჩათუნახეს. ეს ზოგს ეცინება ჯადოზე. რა უნდა გააკეთოს სახლის უნდა აკეთებინო, არის კიდე მოსვლის მე წასაკითხი, ხახსნის ლოცვა. და შენ თვითონაც უნდა შეიყვანო ლოცვა, როცა ლოცულობ, ის იმეზე ხარ ღმერთის. და ის აი ზოგს პირიქით ეშინია ეშმაკის. შენ რაზე უნდა იფიქრო, რომ აი როგორც სამნის ბუშტი ისია ღმერთის წინაშე ეშმაკი. და შენ თუ ლოცვაში იქნები, ვისფერდობი ქვეშ იქნები ღმერთის. შეგეშინდეს და სიარებას კიდე დიდი ზალა აქვს. რაცა უნდა ჯადო იყოს გაკეთებული. შენ თუ ლოცვაში იქნები და სიარებაში, ის აღარ გევნება. აღარ გევნება და იქნები დაცული. გაგახაროთ მეთქმა. როგორ ადამიანს ერევა მაშინ ჯადო და აი თუ ამაყი ადამიანი იქნება თავმდაბალი აქვს ამას მნიშვნელობა აი ვიზე უფრო მოქმედი საერთოდ ჯადოს რომ არ გაგიკეთო თუ შენ ამბარდავნებაში ხარ უკვე შეყვებილი ხარ და შეყვებილი ხარ სიზულით აი საიდან მოდის ეს განკითხვა წერია ფსალმებში ამბარდავან შემოსავს მეტი შენ ხდები შეყვებილი და შენ გონია კაი და ესე შენ თუ კარგი ხარ ესე ვიღაცა ცუდია და გამოძლევს სიზული სიზღი და ხდება ჩამოწერა როგორც ზოგი ან წასulis გამო ან სხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო შენ თავში დარწმუნებული ხარ ამას კი ამბატონება და მოდის სიზული მე სხვა აზრისა გამო ან წასულისა გამო ამბატონებიდან სხვა ეს გაიცოდვა თეჭინაში და ხტები თვითონ შეჭდოს ჯადოს გაკეთებას არ გინდა ხტები ბოლოდის ჭურჭელი შეყრობილი ხტები და ამისგან განთავისუფლება შეუძლია მარტო ღმერთსა ამიტომ თუ ასეთ დღეშია ჩვენი მეუღლე იქნება თუ მეგობარი თუ ახლობელი უნდა ვინოცოთ გულით სულით მისთვის და ვკითხოთ 90-ათებს ამონი განსაკუთრებით ბროდის საწინააღმდეგოა 26-ებს ამი და ეს ბზუარი უნდა ყავდეს ყველა და ეს დაგარიგებთ რა უნდა გავაკეთოთ უნდა ვინოცოთ არამატო ფიზიკური ამონტობების ამას სული ამონტობია აი რამდენს ვთქვია რომ თამის პიროგართა ამ ფუჟოიშოვა გამარჯვებას არ ამბობს შეპობილია მაგრამ არის თუ ადამიანობა დაკარგვა რას უჭირს ან თანამდებობა ან ფული ადამიანს გაგახაროთ მეტო მადლობა დაგვრჩოთ